მადლობა ჯარისკაცებს. სტიქიის დაზარალებულ ზონაში გაწეული დახმარებისათვის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. შაშკინი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამხედრო ბაზას თელავში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან და კახეთის გუბერნატორთან გიორგი ღვინიაშვილთან ერთად ესტუმრა მათ. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და კახეთის მოსახლეობის სახელით თითოეულ სამხედროს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის სამინისტრომ სტიქიის დაზარალებულ ზონაში 1300 რეზერვისტი გაგზავნა. ადგილზე მუშაობს საინჟინრო ბატალიონი და სპეციალური ტექნიკა. კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად ფუნქციონირებს საველე ჰოსპიტალიც. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას უფასო დახმარებას უწევს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე დარჩებიან. ჩვენ დავეხმარებით ყველა ადამიანს, მე ყველა ჯარისკაცს, სერჟანტს და კაპრალს და ოფიცერს გადაუხადა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა, საქართველოს პრეზიდენტის სახელით დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ ამ კრიტიკულ მომენტში აჩვენეს, რომ ჩვენ დგევართ ხალხის გვერდზე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა პრობლემა იყოს მოგვარებული. ჩვენ არ მივატოვებთ არც ერთ ადამიანს და ბოლომდე ვიქნებით ამ რეგიონში და ვიქნებით რეგიონში მანამდე სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული. მე მინდა მთელი კახეთის მოსახლეობის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, თითოეულმა ჯარისკაცმა, თითოეულმა ოფიცერმა, ნამდვილად ძალიან დიდი დახმარება გაუწია ჩვენს რეგიონს. მე მინდა მივმართო მათ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის იმედები არიან ისინი არიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული დამცველები და მინდა რომ მათ მშვიდობიანი